5 დღის განმავლობაში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობდა სწავლება ღირსეული პასუხი 2016, რომლის მიზანიც იყო ჟურნალისტებისათვის საინფორმაციო ომის პირობებში უფრო მეტი ცოდნის, უფრო მეტი უნარების მიცემა. ვფიქრობ, ამ 5 დღემ გვაჩვენა ის, რომ ნახეთ პროგრესი პირველი დღიდან მე 5 დღის ჩათვლით თუ როგორ იცვლებოდნენ ჟურნალისტები, როგორ ცდილობდნენ უკვე თავიდან თუ პირდაპირ ისინი აძლევდნენ რაღაც ინფორმაციას ეთერში, პირობით ეთერში, რომელიც ჩვენ გვქონდა ორგანიზებული, შემდეგ უკვე როგორ ცდილობდნენ ამ ინფორმაციის გადამოწმებას, როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა წყაროების პოვნას იმისთვის, რომ ინფორმაცია ყოფილიყო უფრო მოცულობითი, უფრო მეტად სიზუსტესთან მიახლოებული და ასე შემდეგ. თავდაცვის სამინისტროს ეს ინიციატივა არის მართლა დადებითი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ აქცენტი გაკეთა რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, რომელთაც რეალურად უწევთ პირველი წყაროდან ინფორმაციის მიღება საკუთარ რეგიონებში და გამოშვება უკვე თავიანთ ოფისებში. აქ იყო კომპლექსური მიდგომა და კარგი არის ის, რომ ამ კომპლექსური მიდგომის შედეგად თვითონ მედიაც იყო აბსოლუტურად ადეკვატური, ისევე როგორც სამხედროები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხიდი სამხედროებსა და მედიას შორის არ გაწყდეს, არამედ პირიქით გამყარდეს და შესაბამისად ჩამოყალიბდეს მჭიდრო ურთიერთობა. ზოგადად ძალიან საინტერესო სწავლება იყო, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სადაც ოდესმე ვყოფილ ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც აქ ხდებოდა იყო მაქსიმალურად მიახლოებული რეალობასთან და მუდმივად მქონდა იმის შეგრძნება, რომ მართლა ბრძოლის ველზე ვიყავი და მართლა ჩემზე იყო ბევრი რაღაცა დამოკიდებული, თუნდაც ინფორმაციის სწორად გადაცემა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე საინტერესო კომპონენტი ჩემთვის მაინც იყო შიშისა და სტრესის დაძლევის კომპონენტი. ვფიქრობ, მე კარგად ჩავაბარე გამოცდა, როცა გამიტაცეს ბრძოლის ველიდან. გარდა იმისა, რომ ვისწავლეთ გადაუმოწმებლად თუ რა ინფორმაციის გავრცელება შეიძლება იყოს დამაზიანებელი როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ვისწავლეთ ფიზიკურად როგორ უნდა გადავრჩეთ ომში. სამხედრო ჟურნალისტიკა ძალიან სპეციფიკური სფეროა და კარგი არის, როცა მსგავსი ტრეინინგები გვიტარდება ჟურნალისტებს.